დღემშვიდობისა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში მოქმედებს ახალი მეწარმეთა შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც 2022 წლის 1 იანვრამდე იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, სავალდებულოდ ექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას. ამ მიზნით 2026 წლის 1 აპრილამდე აუცილებლად ყველა მეწარმე იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრს და გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია შესაბამისი სადამფუძნებლო დოკუმენტაციის საფუძველზე. სხვა შემთხვევაში 2027 წლის 1 იანვრიდან საჯარო რეესტრი დაიწყებს ავტომატურად ამ ორგანიზაციების დეფექტურად, ანუ ხარვეზიანად აღიარებას და მათ განუსაზღვრავს 3 თვეს, ხოლო თუ ამ 3 თვის გასვლის შემდგომაც აღნიშნული ორგანიზაციები არ მოახდენენ შესაბამისობას ახალ კანონმდებლობასთან, საჯარო რეესტრი მიიღებს ამ იურიდიული პირების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას. შესაბამისად გაუქმდება მათი რეგისტრაცია. ამდენად საჭიროა რომ დროულად მოხდეს კანონთან ყველა იურიდიული პირის შესაბამისი რეგისტრაციის ფორმაში მოყვანა და ხელახალი რეგისტრაცია.